ამ დროს ჩაყარეს ავტობუსში და ავტობუსი წაგვიყვანეს რიგები იდგა ავტობუსების პოლიციის სამმართველოსთან და ესეთი დასისხლიანებული ნაცემი ხალხი, ანუ ვერაფერს ვერ გგზნობდი მართალი რო გითხრათ, ვერც ხელს, ვერც ფეხს, სახე მთლიანად სისხლიანი ჩალურჯებული და გადმოვედით და აი სიმწრით რომ მიხვდები, რომ კიდე კორიდორი უნდა გაგატარო, ეგეთ ნაცემს. და ერთი 20-ით 25 დარტყმა ხელკეტით ყველა მხარეს კეფაში, თავში, სახეში, მხრებში კიდე მივიღე უკვე პოლიციის სამმართველოსთან და რო შევედით. ეს ბენდენა მეკეთა, მაშინ სამწუხაროდ ეს გავრცელებული არ იყო, ეს კოვიდმა მოიტანა ეხა ხუმრობანარევი სიმწარეს ვიძახი, ეს პირბადეები და ის და ბენდენა მეკეთა გაზისგან თავის დასაცავად. და რო დაინახეს იმის მაგივრად სასწრაფოს დახმარება აღმოეჩინა. აი ესე მომასქეს რაღაცისა იოდი და ამ ბენდენით ვახრჩობდნენ რეალურად. და მე აღმოჩნდი მერვე სართულზე პირველი რაც დავინახე რომ შევყავდით ერთი პატარა ოთახი იყო, რა ვიცი, აი აგერ ეს რო გადატიხრო და ამ ხელა ოთახში ერთი 60 კაცი ვიყავით შეყრილები და პირველი რაც დავინახე დერეფანში საშინელ დღეში დაცემი ლუკა კურტანიძე. და დავინახე მეორე კოტე გოჩიაშვილი, რომელიც მერე გავიგე რომ ჩვენი ოჯახის ხსნელი იყო რა. ის რეალურად პირველი რო დამინახა მომაძახა რომ არენერვიულო ნონაო გამოყვანელი მყავსო რა. ანუ მივხვდი რომ დედა ჩემი გადარჩა, იმიტომ რომ ჩემი ცოლის ძმა, რომელსაც საოცარი ისტორია გადახდა, ესე იგი მის სკალპახტილ თავზე ანუ იხტუნავა რამდენიმე სპეცნაზელმა, რომ თავი მოეწონებინათ, ესე იგი, დღესაც ყურის ხტილი აკლია და პირდაპირ გეტყვით, ესე იგი, მე სადღაც დილისკენ, ბიჭები, ეხლა მე ყველა მიცნობდა, ჩვენი მხარდამჭერი და სახალხოების წევრი, იმიტომ რომ იქ ვიყავი და 1-2 რო შემომხედა, მე ეხლა საკუთარ თავს ვერ ვხედავდი. რამეო ანიხმაურე ან რამე მოითხოვეო, რომ რეალურად ან ოპერაცია გაიკეთონ, ან ისე დღეში მქონდა სახე. და მოვითხოვე ყველაზე ისეთი პრაქტიკული რაც ვიფიქრე, მე ვთხარი სასამართლოზე არ გადაგყევართ მეთქი, ანუ სასამართლო ავტომატურად შეიძლება მათთვის არა, მაგრამ ნუ ნორმალური ადამიანისთვის აპრიორი ნიშნავს, რომ არ უნდა მოგაწესრიგონ, არ უნდა ოპერაცია გაიკეთონ, ისე სასამართლოზე ხო არ წარსდგები. და ეს ახე რა დღეშია კიდე რაღაცებს და დაიწყე ჩემი პიროვნების გამოკვლევა რა. და ამ მომენტში უკვე გაიგეს, ვინც ვიყავი, მანამდე წარმოდგე არ ქონდათ, ითად პირეს და ჩამიყვანეს ქვემოთ სარდაფში. და ნუ მე ვიფიქრე კიდე საწამებლად ვამზადებენ. სარდაფები გამომიყვანეს, იმიტომ რომ არ აწყობდათ სასამართლოზე ამ ეს მათ ხო ყველაფერი პიარს ქონდათ დაქვემდებარებული იმ დროს არ აწყობდათ ჩემი ესეთი სახით გამოჩენა, იმიტომ რომ მათ სხვანაირად გადანონა შვილი იმ მომენტში ესეთი თავგაწირული რა და ჩვენგან დაჟილი და ნაწამები და დამაგდეს დიღომში. და მეც დედაჩემის არ იყოს, მაშინ მივხვდი რომ საქართველოს გადარჩენა ეწერა, როცა ხანშესულმა ადამიანმა ტაქსი გამიჩერა, მთლიანად დასისხლიანებულს, ანუ საშინელი სანახავით ყველაფერი შემოხეული ტაზე, შვილო დაზარალებული ხარო იმიდან რა ქვია, დარბევიდანო, კი მეთქი, ჩამსვა მანქანაში რა არ ვეხვეწე, სახშიც არ მომყვა, არც რო ფული ეტანა ვინმეს. და დილით გამიკეთეს ოპერაცია.